მოჯადოებულ წრეს თავი ვერ დააღწია ქართულმა მართლმსაჯულებამ, არათუ თავი ვერ დააღწია პრინციპში ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, დააწინაურა, კიდევ უფრო სასათბურე პირობები შეუქმნა ყველა იმ ოდიოზურ ფიგურას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთივე საქმეებში მონაწილეობდა, ხო, პოლიტიკური ნიშნით დევნა იქნებოდა, ბრალდება, დაკავება თუ ძალადობა. და მე ამის გამართლება სასამართლოში და სწორედ ასეთი ხალხი შემორჩა ქართული ოცნების პირობებში მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენ არასდროს არ გქონია დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებლობის არც ერთ პერიოდში. ნაციონალური მოძრაობის დროს პირდაპირი რაღაცა პოლიტიკური მმართველობა იყო იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის გავლით. ქართულმა ოცნებამ შემდეგ ეს სისტემა გადმოიბარა, იყო იქ გარკვეული პერიოდი, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ბოლომდე ვერ ლაგდებოდნენ მოსამართლეების გარკვეულ ჯგუფთან, მაგრამ ეს წინააღმდეგობა მალევე გადაილახა და ისინი ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავიდნენ რაღაცა ურთიერთ თანამშრომლობის, ერთმანეთის ძალაუფლების, კვების რეჟიმზე, ხო? და დღეს ძალიან კარგად აფასებენ, სადრა გადაწყვეტილების მიღება ღირს იმისთვის, რომ ერთის მხრივ წინააღმდეგობაში ასუსტოთ, მაგრამ მუხტიც ისე რაღაც ამ გადაწყვეტილებამ ისეთი მუხტი არ შექმნას, რომ დამატებითი თავის ტკივილი გაუჩინოს ქართულ ოცნებას.